სამოქალაქო აქტივისტის ვახო ფიცხელაურის სასამართლო პროცესი 26 იანვრამდე გადაიდო. დღეს გორის რაიონულ სასამართლოში უნდა განხილულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვით პოლიცია აცხადებს, რომ ვახო ფიცხელაურმა დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. სასამართლოს სხდომის გადადების მიზეზად კი ადვოკატის მხრიდან წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები გახდა. ასევე მოსამართლემ დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს დამკავებელი პოლიციელების სხდომაზე გამოცხადებულიყვნენ. ადმინისტრაციულ საქმეს მოსამართლე ნინო გერგაული განიხილავს. სასამართლოს გადადებამდე მოსამართლემ კითხა ვახო ფიცხელაურს დაკავების დროს ადგილი ჰქონდა თუ არა მასზე ძალადობას, რაზეც ფიცხელაურმა უპასუხა, რომ 6 ოქტომბრის საღამოს ისჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. გარდა ამისა იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მის ოჯახს. შემდეგ კი ბატონო არსებობს ამ მტკიცებულებებიც იზოლატორებში შემოყვანის გაქცევაზე. მე აქციებზე დავდივარ, თავისას გამიჭირესთან მითხრეს, რომ ერთ-ერთი საქმე უბრალოდ ერთ საქმე გავას ადმინისტრაციულ პრეზიდენტმა გავას. მე მგონია, რომ უბრალოდ მოვიდებოდი ასევე ჩემი ურის მიმართაც იყო შეურაცხმყოფელი ჩვენ წარვადგინეთ შუამდგომლობა კონკრეტული მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან რომ მოცულობითი იყო ეს მტკიცებულებები, მისცა შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, რომ გაცნობოდა ამ მასალებს და წარმოედგინა შესაბამისი პოზიცია. გარდა ამისა, მოსამართლემ მოითხოვა იმ პოლიციელების მოწმისახით დაკითხვაც სხდომაზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ვახტანგ ფიცხელაურის უკანონო დაკავებაში, მის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში. მარტო ოქმის შემდგენი პოლიციელი გამოცხადა და არც კი დაუყენებია შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, ალბათ არ ქონდა სურვილი, რომ გამოცხადებულიყვნენ სხდომაზე ეს დაკავებაში მონაწილე პოლიციელები. შესაბამისად, მოსამართლემ თვითონ მოითხოვა, რომ მომხდარიყო მათი დაკითხვა სხდომაზე. სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო არის, რომ სრულად იყოს წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. დამკავებელი პოლიციელები, მოდი მაინც ესე ვუწოდებ, თუმცა მილიციელები არიან, რომლებმაც ფიზიკურად იძალადეს ვახო ფიცხელაურზე, მას აღენიშნებოდა 9 დაზიანება, მიაყენეს შეურაცხყოფა და დღეს დავა მიმდინარეობს ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა. სასამართლოს დაწყებამდე ვახო ფიცხელაურის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც ფიცხელაურის მეუღლემ თეონა ბზიშვილმა აქციაზე ძალადობის სიმბოლოდ ქმრის დახეული შარვალი მიიტანა. მეუღლის თქმით, სინამდვილეში ვახო ფიცხელაური 6 საათის განმავლობაში გატაცებული ყავდათ. ცნობისთვის ვახო ფიცხელაური დაკავებულია თბილისში პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. რეჟიმმა გვაიძულა ფაქტობრივად ისევ შეკრება. ვახო ფიცხელაურთან ერთად ასობით ადამიანი იმყოფება რეჟიმის უკანონო ტყვეობაში და ძალიან მოკლედ რომ შევეხო მიზეზი არის ის, რომ ამ ადამიანებს უნდათ ქვეყანა ვითარდებოდეს სწორი კურსით. მიზეზი არის ის, რომ ამ ადამიანებს უნდათ თვითონ და თავიანთი შვილები ცხოვრობდნენ უსაფრთხო ქვეყანაში, სადაც დედები Facebook-ზე არ იხვეწებიან შვილის სიცოცხლეს. შსს რა პოზიცია აქვს? ანუ არ დაგვიჯერა და ვცემეთო? არ დაგვიჯერა და 9 დაზიანება მაგიტომ მივაყენეთო? რა პოზიციაა მანდედან? როგორი პოზიცია იქნება? რისი განხელვა მოუწევს ქალბატონ ნინოს? აი ამ შარვალს შეხედეთ, ვახოს იმ დღეს ეცვა დაკავების დღეს. და მერე 11 საათზე გააფორმოს დაკავებულად. რეჟიმის დღეს, რომლებსაც ძალიან ძვირის გადახდა უწევთ და ეს ძვირი არის თავისუფლება, ზოგიერთისთვის ნეკნების მთლიანობა, ზოგიერთისთვის სახის მთლიანობა, ზოგიერთისთვის სოლით და ოჯახით დაშინება და ზოგიერთი საბოლოოდ მიიყვანეს იმ ზომამდე, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიდა. მამიდა ვარ. ვიცი, უკანონოდ დაკავებულია ვახო ჩვენი. მართლა უკანონოდ ბიჭი იბრძვის თავისუფლებისთვის, საქართველოსთვის და შედევს კიდე ამნაირს ვიმკით. სოლიდარობა ვახოს და ყველა პატიმარს. ვახო ფიცხელაური თვეებია უკვე უკანონოდ არის დაკავებული. ვიცით, რომ მასზე დაკავებისას მოახდინა პოლიციამ ძალადობა და ისე დააკავა.
გარკვეული დროის განმავლობაში არავინ არ ვიცოდით სად იყო ვახო ფიცხელაური და ეხლა რაღაცა მურიკი აბსურდის ასე თქვათ განხილვაა თითქოს ვახო ფიცხელაურმა მოახდინა პოლიციელზე წინააღმდეგობის გაწევა დაკავებისას და აი ამ ამბის გამო იმართება დღევანდელი რაღაცა თქვათ ცირკი სასამართლო გორის რაიონის სასამართლოში და მისი მხარდამჭერები გორელი აქტივისტები შევიკრიფეთ რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ ვახოს და არა მარტო ვახოს გამოუცხადოთ სოლიდარობა ყველა იმ უკანონო დაკავებულს რომელიც დღეს თვეების განმავლობაშია უკვე საჯელს იხდიან და უთხრათ სისტემას რომ ჩვენ არ ვეგუებით ამას ჩვენ ის ადამიანები არ მივატოვებთ არც მივატოვებთ და მათი ბედი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და როდესაც ჩვენ გავემარჯვებთ ისინი აბსოლუტურად ყველა პოლიტპატიმარი გარეთ იქნება. ვედი ვახო ფიცხელაურის მხარდასაჭერად რუსულ ხელისუფლებას არაერთი პოლიტპატიმარი ყავს დღეს გამომწყვდეული საკნებში და მინდა ასევე მოუწოდო დღევანდელ ხელისუფლებას რომ ეს ადამიანები იბრძვიან ჩვენი ქვეყნის სამართლიანობისთვის არ შეეგუება ქართველიერი რუსულ ხელისუფლებას და მინდა რომ დროულად გათავისუფლდნენ ეს ჩვენი პოლიტპატიმრები. შეგახსენებთ, რომ გორელი აქტივისტი 4 ოქტომბრის საქმეზე თბილისში პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ყავთ დაკავებული, მაგრამ მას თავდაპირველად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე დავებოდნენ. ამ საქმეზე ცალკე განხილვა ტარდება. ბრალდება სამოქალაქო აქტივისტი არ ეთანხმება.